მოგვითი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო. დღეს წმინდა წერილმა ჩვენ საოცარი სიტყვები გვაუწყა. სიტყვები უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლითაც მან მიმართა მოწაფეებს და იქვე შეკრებილ ებრაელთა ერის შვილებს. მაცხოვარი ეს თვითონ ქადაგება საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ მის დასკვრით ნაწილზე მივაქცემ თქვენს ყურადღებას. და ასეთი არის შემდეგი სიტყვები. რა არის თქვენთვის, რომ გიყვარდეს ისინი, ვისაც თქვენ უყვარხართ? რა არის თქვენთვის, რომ კეთილის უყოფთეთ მათ, ვინც თქვენ კეთილის გიყოფთ? რა არის თქვენთვის, რომ ასესხებდეთ მათ, ვისგანაც ელოდებით, რომ დაგიბრუნდებათ? თქვენ გიყვარდეთ ისინი, ვისაც თქვენ სულხარ და მტრად მიაჩნიხართ. კეთილი გაუკეთეთ იმათ, ვინც თქვენ ბოროტებას გიკეთებთ. და ასესხეთ იმათ, ვისგანაც არ ელოდებით, რომ დაგიბრუნდებათ. აი ამგვარი არის მაცხოვრის სიტყვები და ბრძანებს ის კიდევ, რომ თუ გეყვარებათ ისინი, ვისაც თქვენ უყვარხართ, კეთილს გაუკეთებთ იმათ, ვისაც თქვენ გიკეთებთ კეთილს, ასესხებთ იმათ, ვისგანაც ელოდებით დაბრუნებას, მაშინ თქვენი განსხვავება ცოდვილებისაგან რა არის? ასე ხომ ცოდვილებიც იქცევიანო. ხოლო ქრისტეს მოწოდება ყოველი ადამიანისათვის არის ის, რომ ადამიანი დადგეს საკუთარ თავზე მაღლა. დიახ, გვიჭირს ჩვენ, რომ კეთილი გაუკეთოთ იმას, ვინც ჩვენ გვტრობს. გვიჭირს, რომ შევიყვაროთ ის, ვინც ვისაც ჩვენ ძულ ვართ, არ უყვარვართ. განსაკუთრებულად ალბათ გაგვიჭირდება ისიც, რომ ვიღაცას ვასესხო, ვისგანაც წინასწარ ვიცით, რომ არ არის დამბრუნებელი. და აი წარმოვიდგინოთ, ყველა ჩვენგანმა როგორი სიმაღლე არის სულისა, როგორი დიდსულოვნება, როგორი უარყოფა საკუთარი ეგოიზმის, საკუთარი ამპარტავალებისა და პატივმოყვარეობის, მრავალი აზრების, რომელიც გვეუბნება, რომ როგორ შეიძლება იმის სიყვარული, ვინც შენი მტერია, როგორ შეიძლება კეთილის გაკეთება იმისათვის, ვინც შენ ბოროტებას გიკეთებს. ან რა სამართლიანობა არის იმას აძლევდე სესხად, ვინც შენ მოგატყუებს. აი ამგვარი არის ქრისტეს მოწოდება და ის სიმაღლე, რომელზედაც
ავყავართ უფალს ჩვენ ადამიანები. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს მას როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენი სარწმუნოებისა და სამშობლოს მტრებს. კარგად უნდა გავერკვეთ ამ საკითხში ძვირფასო ძმანო და დანო. როგორ უნდა მოვექცეთ იმათ ვინც არათუ მტრობს, არამედ მიზანმიმართულად აკნინებს, უარყოფს ქრისტეს წმინდა სახარებას, დასცინის მას. ვინც მტრობს და ზრახავს ბოროტს ჩვენი სამშობლოსათვის. ან შეიძლება ვინც ჩაგრავს სუსტ ადამიანს, გაჭირვებულს, ქრივსა და ობოლს, გლახაკს. აი როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენ მას? განა ასეთი ადამიანიც უნდა გვიყვარდეს? და აი ამ კითხვას რომ გავცეთ პასუხი, უნდა გავერკვეთ მაცხოვრის მოწოდების შინაარსში. პროსტორად შინაარსი გარკვეულია, ჩვენი ქმედება და ჩვენი მისწრაფება უნდა იყოს იქითკენ, რომ შეგვეძლოს სიყვარული მტრისა. მაგრამ საუბარი არის იმ მტრობაზე, რომელიც არის პირადად ჩემსკენ მიმართული. საუბარია იმ ბოროტებაზე, რომელსაც მეორე ადამიანი პირადად მემიკეთებს. საუბარია იმაზე, რომ რაც არის ჩემი პირადი და მეორე ადამიანს მივეცი ან თუ ასესხე, ის დავკარგე. გავატანე. საუბარია სუბიექტურზე. მაგრამ რაც გვეხება ყველას ჩვენ ერთად, ეს უკვე არ არის სუბიექტური, ძვირფასო ძმანო და დანო. ეს არის საზოგადო და ეს არის მოყვასისა. ჩვენი სამშობლო არ არის მხოლოდ ჩემი, ჩვენი სამშობლო არის ყველა ჩვენგანის. ჩვენი ეკლესია და ჩვენი სარწმუნოება არ არის მხოლოდ ჩემი, არამედ არის ყველა ჩვენგანის. და რაც საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენგანს, აი ის უნდა მე დავიცვა. იმას მე უნდა შევეწინააღმდეგო. იმიტომ რომ ამგვარად მე აღვასრულებ ქრისტეს ცნებას, რომ გიყვარდეს მოყვასი შენია. პირადად რაც მეხება მე,
პირიქით ის უნდა დავთმოდა ქრისტეს სიტყვების მიხედვით მოვიქცე. ქრისტეს სიტყვებით ვიხელმძღვანელო. და ამ შემთხვევაში ძვირფასო ძბანო და დანო ჩემი სუბიექტივიზმი იქნება მინიმალური და პირიქით მე შემეძლება ვიყვე მაქსიმალურად ობიექტური სხვასთან მიმართებაში, ობიექტური სოციუმთან მიმართებაში, ობიექტური ჩემს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენ ხელს გვიშლის ჩვენი სუბიექტივიზმი, ანუ ჩვენი ეგო. ამას ვართ ყველანი მოჭიდებული. რაღაცა თუ არ მოგვეწონა საკუთარი თავის მიმართ, ჩვენ ვიწყებთ მე მაკადრა, მე ასე მომექცა, მე გამიბედა, უსამართლო იყო ჩემს მიმართ. ჩვენი მე გვიშლის ხშირად, არა თუ ხშირად, არამედ უმეტესად ჩვენ გვიშლის ჩვენი მე, რომ ვიყვეთ ობიექტურები. უნდა დავიცვა თუ არა მე ჩემი მოყვასი, დავიცვა თუ არა ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები. დიახ, უნდა დავიცვა. მაქსიმალურად ობიექტური უნდა ვიყვე მათ მიმართ. სხვებთან მიმართებაში ობიექტური ჩემსა და მათ ურთიერთობაში. დავიცვა თუ არა ჩემი ქვეყანა და ერი. უნდა დავიცვა. იმიტომ რომ ესეც ობიექტური მიზეზი არის, რომ არ მივცე სხვა საშუალება ჩემი ერი ხელყოს, ჩემი სამშობლო ზიანი მიაყენოს. დავიცვა თუ არა ჩემი ეკლესია და სარწმუნოება. უნდა დავიცვა. იმიტომ რომ ადამიანები ღმერთთან ურთიერთობას არ მოსყრდნენ. სულის ცხოვრების, გადარჩენის საშუალება არ დაკარგონ. და მე ამას შევძლებ სამართლიანად და სწორად მაშინ, როდესაც ვიქნები მინიმალურად სუბიექტური საკუთარი თავის მიმართ. ამას გვასწავლის ჩვენ წმინდა წერილი. გვასწავლის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენ მასში ვხედავთ თავგანწირვას. ქრისტე, როდესაც კი მას ჯვარს აცვევდნენ, მაშინაც არავის არ განიკითხავდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ღმერთი იყო და მას ამგვარი ქონდა მისია, ეს არ იქნება სწორი და სამართლიანი. ქრისტე იყო სრული, სწორად იყო კი არა, არის სრული ღმერთი და სრული ადამიანი. და იქ სადაც ხედავთ ჩვენ, რომ მას შეემშია, წყალი მოსწყურდა,
ის წაიქცა იქვე შეიძლება ვთქვათ, რომ სუბიექტურით შეიძლება ყოფილიყო და ეთქვა ის ამბობს სამჯავროზე, რომ არ არის დამნაშავე იმაში, რაშიც ცილს წამებენ. გაჩუმებულია მაცხოვარი. პილატეს ეუბნება, რომ შენ არანაირი ხელმწიფება არ აქვს ჩემზეო. ის არც პილატეს ყვედრის, არც იუდას, არც ებრაელთა ერის შვილებს. იმიტომ რომ მისი ჯვარცმა ეს არის კაცობრიობის გამოხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან, მაგრამ ამავ დროს მაცხოვარი არის მაქსიმალურად ობიექტური. იმაში, რომ ჩვენ გვაჩვენოს გზა ცხოვნებისა, გვაჩვენოს ჩვენ მაგალითი. და ეს მაგალითი გაიზიარეს წმინდა მოწამეებმა, ქრისტეს მოწაფეებმა და ამისი გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ცნებების აღსრულებით, უფლის სიტყვებიდან მომავალი ძალით, ძვირფასო ძმანო და დანო. თუ ჩვენ ეს არ დავიწყეთ, ჩვენ ვერ მიხვდებით ამ საოცარი სიტყვების მოქმედების მადლს და თავად როგორ მოქმედებს ამ სიტყვებში მადლი სულისა წმინდისა. აი ამ სიმაღლისაკენ მოგვიწოდებს ჩვენ უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. სამწუხაროდ დღეს ყველაფერი სუბიექტურობაზეა აწყობილი. ყველა მოსაზრება, ყველა განცდა, გრძნობა. თუ დავაკვირდებით, აი ყველაფერი ჩვენ სიკვდილ სუბიექტურობაზეა და ვიღაცა იტყვის, აბარა მე სუბიექტური ვარ ჩემს შეგრძნებებში. სუბიექტური თუ ვართ ჩვენ ჩვენს შეგრძნებებში, მაშინ ყოველთვის დავინახავთ საკითხის ერთ მხარეს. ვიღაცა დაინახავს ორს, ვიღაცა სამს. მაგრამ ყველა საკითხს აქვს მხარე, თქვათ, 4 მხრიდან, აქვს ზეთხედი. შეიძლება დანახვა ქვევიდან, შეიძლება შიგნიდან. შეიძლება ეგ საკითხის იყოს გაშუქებული სხვადასხვა ფერებში და ასე შემდეგ. ვიღაცა იტყვის, მას რომელია ობიექტური. ვიტყვი იმას, რომ იმისათვის, რომ ობიექტური ვიყვე, მე ვამბობ ჩვენზე, ქრისტიანებზე, იმისათვის, რომ ვიყვე ობიექტური, მე მოვუწოდებ
ქრისტეს როგორც ჩემს შემწეს და მისი ხედვით შევეცდები დავინახო ეგ საკითხი და მაშინ უკვე მე კი არ მოქმედებ, არამედ ქრისტე მოქმედებს და მე მწამს რომ ის არის ჩემი გონებისა და გულის გამწმენდელი და ამგვარად გაწმენდილი თვალით გულის ხედვით დამანახებს საკითხს და არა ისე როგორც მე ვიფიქრე, არა ისე როგორც მე მომწონს. აი ამგვარად ძვირფასო ძბანო და დანო წმინდა წერილი ჩვენ გვასწავლის ცხოვრების ფილოსოფიას. მაგრამ ეს ფილოსოფია მარტო კი არ არის ცოდნა და თქვათ სიბრძნის სიყვარული, არა. ეს არის მარადიული, ღვთაებრივი სამყაროს შემწეობა ცოდვილი ადამიანისათვის ამ წარმავალ წუთის სოფელში. და ამგვარად თუ ზრახავს ადამიანი თვითონაც უერთდება ამ მარადიულ და ღვთაებრივ სიბრძნეს და მის ირგვლივაც ვრცელდება უხილავი სამყაროს სიბრძნე და მისი სხვა ელემენტებიც ისეთი როგორიც არის სახიერება, სიხარული, სიყვარული, მოწყალება, მოთმინება და ეს ეხება სხვა ადამიანებსაც. ამიტომ არის წმინდა წერილი მარადიული წიგნი. წიგნი აღმატებული სხვა ყველაფერზე. და ვისწავლოთ ეს სიბრძნე ძვირფასო ძმანო და დანო. ეს არ არის რაღაც როგორც თქვი ფილოსოფიური სწავლება ან კულტურული რაღაცა ეთიკური მოძღვრება. ეს არის ურთიერთობა ღმერთთან და მასთან ერთად თანაარსებობა ამ წარმავალ მატერიალურ წუთის სოფელში. აი ეს არის ჩვენი მოწოდება ძვირფასო ძმანო და დანო. ამისკენ არის ქრისტეს სიტყვები მიმართული. ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ უფალი და საოცარი სიღრმით გამოხატა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა აი ის რაც მე ვისაუბრე და შეიძლება ითქვას წმინდა წერილის მოძღვრება იოანე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა გამოხატა ერთ მოკლე წინადადებაში. მარადის საკუთარ თავზე მაღლა. საკუთარ თავზე მაღლა ყოფნისკენ მოგვიწოდებს ჩვენ ქრისტე და ამას
ადამიანი შეძლებს მხოლოდ ქრისტესთან ერთად. ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ღმერთმა თავისი მოწყალე და მარადის კეთილი ხელი წარგვიმართოს მისკენ მიმავალ გზაზე ყველას ამინ. ასევე მინდა დღეს ვთქვა იმის შესახებ, მე გუშინ პარაკლისის შემდგომ ვთქვი, მაგრამ დღეს კიდე გავემეორებ, რამე თუ უფრო მეტი ადამიანი ბრძანდებით ტაძარში. დღეს არის გასვენება კასპში იმ საზარელის შემთხვევის მსხვერპლის, როდესაც მეუღლემ თავისი მეუღლე ქალბატონი მოკლა. ეს არაადამიანური მოქმედება, ასეთი სიძულვილი, სისასტიკე, აი ზუსტად ბოროტისეული, ეშმაკისეული სულის მაჩვენებელია. და რა თქმა უნდა, ეს უნდა თელმა საზოგადოებამ უნდა დაგმოს. ვერავინ ახლა რა თქმა უნდა ჯანსაღი ადამიანი ამას ვერ გაამართლებს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ასეთი ქმედება უნდა უმკაცრესად ისჯებოდეს. რომ არავის არ კონდეს სურვილი მისი განმეორებისა. და ეს არ არის სასჯელი ერთი ადამიანისათვის. ეს არის დანარჩენი საზოგადოების დაცვა ამგვარი არაადამიანური ქმედებებისაგან. დღეს ტაძრიდან გაასვენებენ მიცვალებულს, ღმერთმა აცხოვნოს მისი სული. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.